გამარჯობათ. მოდით ვისაუბროთ ირაკლი ყარიბაშვილის დაპატიმრებაზე. ირაკლი ყარიბაშვილი წავიდა საპროცესო შეთანხმებაზე და მას მიუსაჯეს 5 წელი. საყურადღებოა, რომ მას ბრალად არ წაუყენეს ის მოვლენები, რაც იყო და რაცაც ჩვენ ვადევნეთ თვალი, აი ეს ბინების ჩხრეკა, იქ დიდი რაოდენობით ფული, იქ მობილურის ნომრები და ასე შემდეგ, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის იკვეთებოდა მანდ, ასე ვთქვათ, გადატრიალების ცდილობა, რამდენად მონაწილე იყო და რამდენად მოთამაშე იყო ირაკლი ყარიბაშვილი. ამაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არ არის საინტერესო, რადგანაც თუ არ იქნებოდა ირაკლი ყარიბაშვილი, იქნებოდა სხვა. მაგალითად, ერთი პრემიერ-მინისტრი საერთოდ გაქცეულია, ხო? ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე. და ეს მოსალოდნელია ისეთ ქვეყანაში, რომელიც არის საქართველო, სადაც ტრიალებს ძალიან ბევრი ინტერესები სხვადასხვა, რომ იყოს რაღაც სამთავრობო ძვრები, შიდა თუ უხილავი თუ ხილული გადატრიალებები, ასე ვთქვათ. სულ ცოტა ხნის წინ სობჩაკთან ინტერვიუში მორგენშტეინის გადაცემა იყო და პირიქით მე მგონი სობჩაკის ინტერვიუ იყო. სობჩაკმა თქვა, რომ მოსკოვში, კრემლში არისო რამოდენიმე კოშკი, აი როგორც ხედავო, აუხსნა და ეს კოშკები ერთმანეთს ებრძვიან. ანუ რამოდენიმე ხელისუფლება არისო რა. ანუ ის, რასაც მე ვამბობ უკვე ამ ვიდეოების დასაწყისიდან, ვისაც არ გაქვთ მოსმენილი, მოისმინეთ. რამოდენიმე ხელისუფლება არის რუსეთში და მათ თავისი ლიდერები ყავს ყველას. ერთი ხელისუფლების ლიდერი რასაკვირველია, დღევანდელი პრეზიდენტია, ჩემი აზრით მეორე ხელისუფლების ლიდერი არის ლავროვი, თბილისელი, კალანტაროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო, მესამეს იყო შოიგუ. შოიგუ ცრილში გადავიდა, ეხლა რა ხდება არ ვიცი. მის ადგილზე ვინ არის? თუ არ გადაინაწილეს მისი ბიზნესები და მისი პოლიტიკური პარტნიორები, ადვილად შესაძლებელია. ერთ-ერთ ინტერვიუში მედვედევმა, მაშინ პრეზიდენტი იყო, თქვა, რომ კორუფციაო რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი ესე იგი მიმდინარეობა არის, ანუ კორუფციითაც ყალიბდებაო რუსეთი. ახლა რატო იყო ეს ნათქვამი, ესე ღიად საჯაროდ, თუნდაც ოფიციალურ პირის მიერ. იმიტომ რომ მე ყოველთვის გეუბნებოდით, რომ რუსეთი არის სხვადასხვა იმპერიების და სხვადასხვა გავლენის ჯგუფების გავლენის ქვეშ და მათ ყველას ყავს თავისი მთავრობა. ანუ ის კოშკები, რაზედაც მიანიშნა ქსიუშა სობჩაკმა, ხო? და ისინი ერთმანეთს ებრძვიან და ყველას ყავს თავისი ეკონომისტებიც, თავისი, რა ვიცი, ექიმებიც, თავისი კორუფციონერებიც, თავისი შავი ბუღალტერიაც და აი ეს როდესაც აი მაგალითად დაიჭერენ ხოლმე 9 მილიარდი ერთ-ერთი პოლკოვნიკი იყო, ხო? 9 მილიარდი რუბლი რო ქონდა სახში. ქეში. ეს იყო ზუსტად ის ფული, რომელიც მერე თეთრდება და მიდის საზღვარგარეთ დაუშვათ. ინგლისში, საფრანგეთში, რაღაც ებრაულ ლობებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ლობია იქ, ებრაელების, არმენების, რა ვიცი, აზერების, ყველა ფულს აკეთებს რუსეთში და ყველას ყავს თავისი თანამდებობის პირების, თავისი პოლიტიკოსებიც, თავისი კილერებიც, თავისი გამправებლებიც და ანუ მრავალი ჯგუფი ხელში არის და მე აი რო ვამბობ, რომ ჩვენ აიმდენი 300,000 ბიჭი ჩავაწვინეთ იმაში საფლავში
ორმა გენიოსმა სტალინმა და ბერიამ შექმნა უძლიერესი რუსული იმპერია. ატომური იარაღი მისცეს ამ იმპერიას, ხო, რაზედაც ეხლა დაფუძნებულია მთლიანად რუსეთის უსაფრთხოება, თორემ დარწმუნებული იყავით, რომ რუსეთი უკვე აღარ იქნებოდა, ხო, უკვე დიდი ხანი დაბომბილი და დანაწილებული ტერიტორიებად, ხო? ანუ ვისაც რამდენი შეძლო, იმდეს მოაჭრიდა რუსეთს, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ ქართველებმა, ეხლა პეტრე პირველზე კიდე აღარ დავიწყებ, რა გააკეთა პეტრე პირველმა, ისიც ქართველი იყო, ქართველი წარმოშობის და ყველაფერ ამას ჩვენ აი ესე უბრალოდ როგორც აი წინა ვიდეოში გითხარით, აი აგდებულად რაღაც თქვით რომ არ ვარ და წამოვედით და მე ეს მანქანა ჩვენ დაგვირისპირდა და კინაღამ წავაგეთ მთლიანად საქართველოს თუ ჯერ კიდევ არ წაგვიგია, ჯერ კიდევ პროცესი არ დასრულებულა, ხო? ჯერ ტერიტორიები კიდე დასაბრუნებელია და ის ტერიტორიები, რომელიც დაბრუნდება 91 წელს, ეს კიდე არ არის საქართველოს. საქართველოს ტერიტორიები კიდე არის თურქეთში, არმენიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში და ისინიც კიდე დასაბრუნებელია. და მე გეტყვით ერთ დიდ საიდუმლოს, რომ რუსის გარდა მაგ ტერიტორიებს ვერავინ ვერ დაიბრუნებს. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. უბრუნდებით ირაკლი ღარიბაშვილის თემას და მრავალ ხელისუფლებიანობას. მრავალ ხელისუფლებიანობა საქართველოში დამღუპელი იქნება, თუ ის არ არის ერთი ცენტრიდან, ასე ვთქვათ, მართული პასიურად. მე ვფიქრობ, რომ აი მე იმიტომ ვარ აღთოვანებული ბირძინა ივანიშვილით, რომ მე ვფიქრობ, რომ ის ცდილობს, რომ საქართველოში კი შექმნა სხვადასხვა ჯგუფები და მრავალხელისუფლებიანობა, კონკურენტუნარიანობა და დაუშვათ ერთმა ნაწილმა იმუშაოს, დაუშვათ საფრანგეთზე, მეორემ ინგლისზე, მესამემ და რა ვიცი ახლა იქ ებრაელებზე, მეოთხემ არმენებზე, მაგრამ ყველაფერი ეს რეგულირდებოდეს რაღაც ბირთვიდან, რასაც ქვია, ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ ვინც იქნება, მე ამის რაღაც ნიშნებს ვხედავ და ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. როდესაც საუბრობდი მადუროზე, მე გითხარით, რომ ციხე არ არის რაღაც ისეთი სასჯელი და საშინელება, როგორც შეიძლება ეს დაგვიხატონ ჩვენ. მადუროს რომ არ ქონოდა მყარი გარანტიები, ის რასაკვირველია ამერიკაში არ ჩაფრინდებოდა და ანალოგიურად ირაკლი ღარიბაშვილთანაც შეიძლება არის რაღაც ესეთი ჯენტლმენური შეთანხმება, რომ მას ციხეში ჩასვავენ, მაგრამ მას იქ არ გაუჭირდება, ასე ვთქვათ, ის შეიძლება გამოუშვან კიდევაც, ან საერთოდ შეიძლება რა ვიცი, თვეში ერთხელ შეიაროს იქ და იყოს, რომ რაღაც ტელეკამერებს აჩვენოთ, თორე ახლა ერთი წლის მერე რამდენი ვის ახსოვს ახლა სააკაშვილი ან რასაკეთებს საკანში და ასე შემდეგ, ხო? ანალოგიურად ღარიბაშვილიც სადღაც ან იქნება იმ საკანში, ან არ იქნება. არა, ეგ პრობლემა არ არის. უბრალოდ თუ მართლა იყო რაღაცა იმ დაგეგმილი გადატრიალება და ეს ფული იყო აღებული იმ ხალხიდან, აი მოგროვილი, აკუმულირებული, ასე ვთქვათ, ხო? რამოდენიმე მილიონი და ეს სახელმწიფომ წაიღო, ესე იგი შენ დაკარგე და შენ ხარ ამაზე პასუხისმგებელი და როგორც ჩვენ ვიცით, ახლა 90-იანების ბავშვები და ბიჭები, რომლებიც გამოვიარეთ ფულს რო ვერ აბარებ, რა ხდება, ხო? მიდიხარ ციხეში. და არ არის გამორიცხული, რომ ესეთ რაღაცა მოხდა, ეს ფულის აკუმულირება მოხდა რაღაც სახელმწიფო გადატრიალებისთვის. თუ ჩართული იყო ამაში ღარიბაშვილი, არ იყო ჩართული ამაში ღარიბაშვილი, ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ეს საერთოდ არ არის მაგ თემა რა. უბრალოდ სხვა მუხლით, ეკონომიკური მუხლით, არა პოლიტიკურით, ის წავიდა ციხეში, იმ ციხეში ან იჯდება, ან არ იჯდება, დაუშვათ და 5 წელს მერე გამოვა, აუცილებლად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მას რადგანაც ის არ დაიჭირეს პოლიტიკური ნიშნით,
ესე იგი ის ისევ არის სადღაც თაროზე შემოდებული, რომ შემდეგ რაღაცისთვის ისევ შეიძლება 2030 წლისთვის გამოიყენონ, ხო? როცა დრო მოვა. და ზოგადად აი ახლა ვახსენე 2030 ეს 2030. ეს არის ძალიან ესეთი საყურადღებო ციფრი. იმიტომ რომ მაგ დროისთვის ძალიან ბევრი რამე მოგვარდება მსოფლიოში და იმედი მაქვს რომ ეს საქართველოსაც შეეხება ეს მოგვარება. ანუ ჩემ რეგიონშიდაც საბოლოოდ დალაგდება იმედიას ჩვენ და სასიკეთოდ მდგომარეობა მე ველოდები 2030-ისთვის რომ საქართველოშიდაც საბოლოოდ დალაგდება სიტუაცია. საპროცესო გარიგებით ჩანს რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან მის ოჯახს ექნება აბსოლუტური უსაფრთხოება, მას დაუტოვებენ იმდენ თანხას, რომელსაც ის ალბათ ვერ გამოიმუშავებდა შემდეგი 5 წლის განმავლობაში. მას არ ექნება არანაირი პრობლემა ციხეში, შეიძლება გამოვიდეს კიდევაც და იცხოვროს თავის სახლში რაღაც პერიოდი და მე რაღაც პერიოდი შევიდეს, ასე ანუ ეს არ არის არანაირი პრობლემა. ან იგივე დაუშვათ 60 წელიწადში ასევე რაღაც შეთანხმებით შეუმცირდეს და ესე იგი სასჯელი და გამოვიდეს გარეთ. ასე რომ ეს პრობლემა არ არის არანაირი, მე მოხარული ვარ რომ საქართველოში არის ის მთავრობა, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას და რომელიც ესე აი გაბედულად იცავს არა მარტო თავის ხელისუფლებას, არამედ საქართველოსაც, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების დაცვა დღეს საქართველოში მშვიდობას ნიშნავს, პირდაპირ მე მგონი არასდროს არ ყოფილა ესე, რომ აი პირდაპირ ნიშნავს რა მშვიდობას და რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. და საქართველოს ხელისუფლება იცით რა, აი ცდილობს თავისი თამაში ითამაშოს. ეხლა ზოგი შეიძლება თქვას რომ აი ეს ვიწრო რაღაც თავისი ინტერესები აქვს იქ იმას, იქ ბიძინა ივანიშვილის რაღაც თავისი ინტერესები რაღაცა და კონდეს მე რა მოხდა ეხლა. მე საერთოდ მომხრე ვარ რომ თუ ადამიანს საქმეს აკეთებს, ის ჭამოს იმან, რამდენიც უნდა რაც საჭიროა, ახლა ზედმეც ნუ გააკეთებს, მაგრამ ნუ ჩვენც ნუ ჩაგვაჭერს ასე ვთქვათ წილს და რაღაც იმაში ნუ გაგვრეკავს უბედურობაში და ომში და ნუ გადაგჩეხავს სადმე თორემ ის იქ ჩვენ უბრალოდ ჩვენ რა არის ჩვენ ვერ ხვდებით იქ რამდენი რისკია და ადამიანის შრომა უნდა იყოს დაფასებული და დაფასებული როგორი ახლა შენ გაგიმარჯოს რაღაც ბიძია ესე ხო არ ეტყვია რა გაგიმარჯოს კი არა მან უნდა მიიღოს თავისი გარანტიები რაშიდაც ის ხედავს თუ ის თანხებში ხედავს თანხები უნდა მიიღოს ასაკვირველია ხო შეიძლება ადამიანმა რაღაც საქმე გაგიკეთოს მაგრამ თანხა ვერ გადაუხდე მაგრამ აი შვილი მოუწყო უნივერსიტეტში ხო ესეც ხო თანხაა ნუ ესე მაგალითისთვის ვამბობ ახლა ჩვენ ბიზნეს ახლა ვერავითარ შვილს ვერსად ვერ მოუწყობთ დაუშვათ ხო მაგრამ მაგალითისთვის ვამბობ რომ იცოდეთ რომ ადამიანის საქმეს რო აკეთებს მას უნდა კონდეს ამისათვის გასამჯელო ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ ყოველთვის მადლობაზე არავინ არ იმუშავებს და არც თქვენ არ მუშაობს ყოველ რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ მადლობის გულისთვის კი ბატონო ეგ ჩემთვის უცხო არ არის მე თვითონ პროფესიით ექიმი ვარ და ძალიან ბევრი რამე გამკეთებია მადლობის გულისთვის მაგრამ ახლა ყოველთვის მადლობის გულისთვის ვერავინ ვერ იმუშავებს ამიტომ კარგია რომ ჩვენი მთავრობა ცდილობს იყოს დამოუკიდებელი მე მგონი პირველად ზვიად გამსახურდიას მერე თქვა უთხრა უარი დასავლეთს რაღაცეებზე როდესაც ისინი გადავიდნენ ასე თქვათ თავის კომპეტენციას და კარნახი დაიწყეს მოგეხსენებათ როდესაც ზვიად გამსახურდია რომ თქვა რომ ესე იგი დინებასო მკვდარი თევზები მიყვებიან იმიტომ რომ ალბათ მან ჩათვალა რომ
ესეთი უხეში ჩარევა დამოუკიდებელ საქართველოს საქმეებში არ შეიძლებოდა თორემ რაღაც ცოტა აი მეტად გააზრებული რო ყოფილიყო წინადადებები, რომელიც პრინციპში ცუდი არ იყო, რაც ამერიკა რაც აი ელცინი რო ჩამოიყვანა, დარწმუნებული ამერიკამ ჩამოუყვანა ელცინი ყაზბეგში და რასაც თავაზობდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ტაქტი. და ჩვენ როდესაც ვცდილობთ რომ გქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, რასაკვირველია ახლა ჩვენი წონა მსოფლიოში ვერ იქნება ისეთი როგორც რუსეთის წონა და შეერთებული შტატების ან ევროპის ნებისმიერი ქვეყნის, მაგრამ ჩვენ რა წონაც გვაქვს, მოდი ამ წონას სცენ პატივი და რაღაც ახლა გადაგვივლიან ასე ვთქვათ, ხო? აი მაინც ეს აირჩიეთ და ახლა ეს თქვენი არჩევანი არ მოგწონს ჩვენ და ახლა უნდა გადაირჩიოთ, ეგრე არ არის რა. ახლა ეგ ბევრჯერ მithქვამს, რომ დამთავრდა მე მგონი, რომ ესე იგი რასაც იტყოდა კრემლი და აქ ახლა იქ ვიღაცამ რო თქვა, რომ ახლა ის ევროპა თუ იტყვის სალფეხზე იდექი, სალფეხზე უნდა დავდგეთ, დაანებეთ რა ამას თავი. და აქედან გამომდინარე, აი ამ ჭრილში თუ საჭირო იყო ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ჩაჯდომა, მაშინ ის უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ძალიან კარგია რომ მთავრობაში არის ის ტვინები და ის აზროვნება რომ მას ეს აუხსნეს და ელაპარაკდნენ და ყოველგვარი რაღაც აი გაფიცვების და რაღაც აი ზედმეტი ცრების garaშე ის კაცი ადგა და თვითონაც შეგნებულად ჩვენ ხო არ გინახავს რაღაც მისი განცხადებები და ის რაღაც ზედმეტი რაღაცები თვითონ აღიარა წავიდა ხო ეხლა რა მოილაპარაკეს და რა არ მოილაპარაკეს ეს საერთოდ არ მაინტერესებს მე მაინტერესებს რომ ქუჩა არის წყნარად და სახელმწიფო მანქანა მუშაობს ხომ ისეა ადრე Facebook-ი რომ მქონდა და დავხურე ის იმიტომ რომ აი იქ მოვხვდი მაგათი გამადიდებელი შუშის ქვეშა ეს რასაც ეს მყეფარე ისინი ქვიათ ან ნაციონალების ვიღაც ჩემპოსტებს ესე იგი გაზიარებდნენ წერდნენ რომ აი ეს ესეთი და მე იქ ხოყავთ მაგათ თავისი ვიღაც ისინი ვინც უშვერი სიტყვებით იგინება თვითონაც არ იცის რატო იგინება და ესე დაქირავებული ხალხი ასე ვთქვათ რომ სინდის გარეცხილები რომ არც ვერაფერს ვერ შეაგნები იმიტომ რომ თვითონ იცის რომ არ არის მართალი მაგრამ ნუ სხვანაირად არ შეუძლია იმიტომ რომ ის ან წამალზე ზის ან რაღაც ელოდება რომ სადღაც ვიზას მისცემენ და წაიყვანებენ და რაღაცით არის გამოჭერილი და მან მისი როლი არის რომ ვიღაცას აგინოს მეტი მან ანუ აზროვნება არ არის ხო და გავაუქმე ის Facebook-ი და ერთხელ მეგობრებში მყავდა ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია და მაგის რაღაც შელობები იყო იქ და მე მგონი ვარდების რევოლუციაზე იყო თუ რაღაც არ ვიცი და მაშინ მივწერე ზოგადად მაგ თემაში რომ ქვეყანაში სადაც უშიშროება მუშაობს რევოლუციები არ ხდება მეთქი რა და მე დამიკომენტა რომ ესო ჩვენი ის არ იყო ანუ უშიშროების თემა არ იყო ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა იყო ასე თქვა რა ხო არ ვიცი ახლა ეგ ეს უწყებათა შორის რაღაც გადანაწილება ფუნქციების რამდენად ესეთი აი დახაზულია წითელი ხაზებით რომ აი იცით რა ეს ქუჩა შენია და ამ ქუჩაზე არ გადმოხვიდე მთავრობაში ეგ არ ვიცი მაგრამ ზოგადად იქ მთავრობაში სადაც მუშაობს უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტრო რევოლუციები არ უნდა ხდებოდეს და ეს ნიშნავს იმას, ამიტომ ვაგრძელებ იმ თემას, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო იწყებს ჩამოყალიბებას და საქართველოს სახელმწიფოს უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტროები იწყებენ მუშაობას. იმ ხრივ, რომ აქ არ იყოს ძვრები, აქ არ იყოს ქუჩაში არეულობა, აქ არ იყოს რაღაც რევოლუციები, ესე იგი რაღაც აი, რა ვიცი
გამოდმებით და პერმანენტული, ასე ვთქვათ რა. ეს ძალიან კარგია. თუმცა პიროვნულად მე რო გამიჭირდა რაღაც Facebook-ზე დავდე მაშინ ჩემი პოსტი, რაღაც პრობლემები მქონდა და ვალერი ხაბუძანიამ მესენჯერში მომწერა რომ რა ხდება, სადახარო და ხომ არ შეგიძლია რამე დაგეხმარო რა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო მის მხრიდან, იმიტომ რომ მან ამ დროს გამოავლინა თავისი ადამიანური თვისება, იმიტომ მიუხედავად იმისა რომ ეს მას ვაკრიტიკებდი, მან მაინც ჩათვალა თავი, რა ვიცი, რომ მოეწერა ჩემთვის, რომ სადახარ რამით ხო არ დაგეხმარო, რა ხდება შენთანო რა, ესეთი რაღაც. და ეს ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს და ესეც უნდა ვისწავლოთ ზოგადად ქართველებმა, რომ შეიძლება გქონდეს სხვადასხვა აზრი, მაგრამ ადამიანობა უნდა არსებობდეს ყოველთვის. იმიტომ რომ ამ ქვეყანას ჩვენს მეტი მაინც არავინ არ უპატრონებს. იგივე ფრაზას გავიმეორებ, რასაც 1000 ჯერ ვამბობ, რომ არავითარი ახლა ზემო ბრძანებებით და არჩევებით თუ რაღაც დაარქვეს რეკომენდაციებს, ბრძანებებს შეცვლიან თუ რაღაცას დაარქვენ, მაგები ჩვენი ქვეყანა არ აშენდება. კი, შეიძლება რაღაც გითხრან, ესე ჯობია, მორჩა. დანარჩენი აირჩიე შენ. და მადლობა უთხარი იმ ხალხს, ვინც მოგცა რჩევა, ხო? ესე დანარჩენს ჩვენ უნდა მივხედოთ რა. ჩვენ ახლა არ უნდა შევცვალოთ არავითარ შემთხვევაში, ახლა კრემლი, ბრიუსელით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევცვალოთ. იმ გაგებით, რა გაგებითაც იყო კრემლი და რაც შეიძლება აღმოჩნდეს ბრიუსელი, ხო? მეგობრობა, თანასწორუფლებიანობა, შენი ინტერესები, ჩემი ინტერესები და ასე შემდეგ. როგორც არის გაცხადებული. ამბობენ, რომ ევროპა ის ევროპა აღარ არისო, რაც ადრე იყო დაუშვათ და უკვე საბჭოთა კავშირის მსგავსებაო და ამის ნიშნები არის რასაკვირველია. მე ვხედავ ამას, ხო? მაგრამ რაც აქვთ მათ გაცხადებული, კეთილი ინებო უნდა შეასრულონ, თუ არა და თქვა რომ, მაშინ ეს შეცდომა იყო, რაც იყო ადრე გაცხადებული და ეხლა ევროპა კავშირი არის ვერტიკალი, ხელისუფლების ვერტიკალი, სადაც ვიღაც ვინც არის კომისარი, რასაც იტყვის, აქ ქვემოთ ისე სრულდება და არავითარი დამოუკიდებლობა და თქვენი აზრი არავის არ აინტერესებს. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.